Dzmano da dano da dzmano da dano. მომისმინეთ ერთი რაღაცა კითხვა მაქვს თქვენზე. და აბა თუ დაგაინტერესებთ, არ ვიცი, კითხვა მაქვს, ეხლა არ ვიცი მიპასუხებ თუ არა მაგაზე, შეიცუხებთ თავს თუ არა. ამაში თუ მოისმენთ ამას, მაგრამ მაინტერესებს ერთი რაღაცა. აბა როგორ ფიქრობთ თქვენ? აუ სიმართლე გითხრათ რა მოხდა, იცი? რომ მომდიოდი აქ, მაშინ ვიფიქრე რომ წამოვალ ეკლესიიდან, მაშინ დაველაპარაკები ამაზე მეთქი და სიმართლე გითხრათ მეზანზარება. Okay, man. Okay. What's going on? Oh my God. Okay, ესე იგი რა ხდება ახლა? აი წარმოიდგინეთ ასეთი რაღაცა. ძალიან ლოგიკა იყო, ძალიან მარტივი, ხო? ესე იგი იესო მოდის, ამბობს, რომ ეხლა მე წავალ და ესე გამოგიგზავნით ნუგეშინის ცემოს. ხო მე არ ვლაპარაკობ იმას, რომ ნამდვილად ესე იყო და არ იყო, ხო? არასდროს არ ვამბობ მე ესე რომ როცა სახარებაზე ვლაპარაკობ, წმინდა მამაზე რომ ვამბობ, რაღაცას რომ ვამბობ, რომ ნამდვილად ესე იყო. ხო, როცა რაც შეეხება სახარებას, რელიგიას და რაღაც არ ვქადაგებ არაფერი. ეს უბრალოდ არის, მე ამას იმდენად ვლაპარაკობ, რამდენადაც, არის მიღებული ან ეგრე მაინტერესებს ან რაღაცას. მოკლედ, იმიტომ ვერსია არის ეგეთი, რომ გავრცელებული ვერსიაა ეგეთი რა, როგორ მიიღება ახლა ეს ვაფშე სახარების ამბავი, ქრისტე მოკვდა ჯვარზე და ვიღაცა ქრისტეს პროტოტიპი და მე ამ მორწმუნეებმა ამისგან მოკვდა წავიდა და მე რა მოხდა ახლა და ნელა მივიდნენ იდეაზე რომ ქრისტე არსად არ წასულო ჩვენთან ერთად არის ერთი და მეორე იყო რომ აბა როგორ არის ახლა და როგორ არის და ასე არის კი მაგრამ თუ ესე სულით არის ჩვენთან როგორ შემოდის კონტაქტში ხო ადრე სხეულით იყო გველაპარაკებოდა ხედავდით ეხლა ვერ ხედავთ არ გვესმის არაფერი არ არის როგორ აი სულით მინდა გამოგიგზავნა და ეხლა ის არის ჩვენთან კონტაქტში ეს ადრეც თქვი ხო ესე იგი და ამიტომ აუჯერტი ესე იგი თუ ღმერთთან ჩვენ გვინდა რომ კონტაქტი გქონდეს აი იესოს საშუალებით გვაქვს კონტაქტი მაგრამ იესოც აღარ არის ეხლა წავიდა რა და დავჭით ესე ხო ამიტომ ღმერთთან რომ კონტაქტი გქონდეს მაგალითად იესოსში ასე იესო გეუბნება მე გაკეთ გაკონტაქტებთ ხო მასთან მაგრამ მე წავიდა იესო და თუ მოკვდა თვითონ და აღარ არის რანაირად მაკონტაქტებს თუ თვითონ აღარ არის და თვითონ მოკვდა და რას მაკონტაქტებს ესე იგი თვითონ არის და თუ თვითონ არის მაგ როგორ არის ხო და მე წამოვიდა იქ რომ აღდგა აფრინდა ზემოთ და რაღაც ეგეთი რაღაცები მე შეიქმნა ეს ისინიო რა ეს ნელ-ნელა იქნებოდა ეს პავლე მოციქულის ერლების თემის მიხედვით ამას აჩვენებენ რა ანუ თუ წაიკითხავთ არის მაგის რაღაცები და წერია მაგის შესახებ. ხო, ყველას მე თავისი ვერსია აქვს თუ როგორ შეიქმნა ეს, როგორ შეიქმნა გნოსტიკური 1000 მიმდინარეობები და მე როგორ დაიხვეწა ეს და როგორ მე გამოიქნა ეს, როგორ გამოშორდა ეს რაღაცა ნაწილები და რაღაც ახალი ნაწილები მიედა. მაგრამ მთელი 4 საუკუნე იქნებოდა რა ეს ჩვენა წერილი და ეს იდეა აღდგარი ღმერთის შესახებ, იმიტომ რომ იცით ხო რომ მე 4 საუკუნეშიც კი ეუბნებოდნენ რომ ქრისტე ღმერთი არ არის, მაგრამ მაგრამ მოკლედ იმისათვის რომ არასებული ქრისტე ესე აღარ არის ჩვენ შორის ქრისტე და ის რაც გვასწავლა ნამდვილად და გვასწავლა ის თქო ღმერთთან მიგვიყვანს და ღმერთთან შეგვარიგებს და ჩვენ ღმერთთან ერთად ვიქნებით და გავიმარჯვებთ და რაღაც ასე შემდეგ და თავიდან ეგონათ რომ უბრალოდ პროექტ აღდგომაზე არც ხო ლაპარაკი იყო ისრაელის რომის იმპერიიდან გამოხსნაზე მერე გახდა ლაპარაკი უკვე ცხონებას და ასე შემდეგ აღდგომაზე იმიტომ რომ თუ იესო თვითონ მოკვდა და არ აღდგა ესე თვითონ დამარცხებული ესე უნდა აღდგეს თუ ისათა ესე ჩვენ დაგვიდგა და ამისი კვალი ესე როგორ ვითარდებოდა და როგორ მიდიოდნენ იდეამდე ჯერ ქრისტეს თანამყოფობის იდეამდე მე ქრისტეს თანამყოფობა
თან როგორ მივიდნენ ქრისტეს სხეულებრივ აღდგომამდე და როგორ მივიდნენ მე ჩვენს სხეულებრივ აღდგომამდე, ამას ადევნებენ პავლე მოციქულის წერილებით და რაღაც ისტორიული ფაქტებით, ამის შესახებ არის მოკლედ ეს გვია. მაგრამ რა იყო მთავარი პრინციპი? იზისულას უწერია მეგობრებო ამის შესახებ. გარდაზილას კი არა, ქართველია ერთი ბიჭი და იმასაც კი უწერია ამის შესახებ. 14-ზულია თუ არა ვწდები გვარად. და იმასაც კი უწერია ამის შესახებ. როგორ ხდებოდა ქრისტეს გაღმერთება რა, აი როგორ ჩვეულებრივი კაცი და როგორ ნელ-ნელა გახადეს ის ღმერთი, ხო? და ამის შესახებ უწერია იანეს ზიზულასაც, სხვათა შორის, როგორ ხდებოდა იუდაიზმის ელინისთან შეხვედრა და ქრისტიანობამ როგორ ხდება ამ ელინისტთან, როგორ მე ამ ელინისტურ და რომაულ ტერმინებში როგორ გამოხატავს თავის გამოცდილებას, რომელიც თავისი გამოცდილებას ქრისტეში, ესე იგი ქრისტესთან შეხვედრის, იესო ქრისტესთან შეხვედრის და ურთიერთობის საკუთარ გამოცდილებას როგორ აღწერს, ანვითარებს და აღწერს იგი გრეკო-რომაულ ტერმინებში. ხო, ეს არის ახალი აღქმა, პირველი წერილები, საეკლესიო მამები, აპოლოგეტები და ასე შემდეგ. მაგრამ არის ესეთი მომენტი რა, კითხვა რაში არის, რომ აი თუ ნახეთ როგორია რაღაცა ეს. აი ქრისტე უნდა აუცილებლად უნდა ყოფილიყო, ესე იგი ღმერთის, თვითონ ღმერთი უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ისე ღმერთთან ვერ დაგვა კონტაქტებდა. ხო? და თვითონ წავიდა რაღაცა სხვაგან არის სხეული ჩვენებული ქონდა, თუ ის თვითონ ღმერთი არისო, მაშინ თავის თავთან დაგვა კონტაქტებს და მაინც უშუალო კავშირში ღმერთთან ვერ შევდივართ, ხო? ესე იგი, ამიტომ იესოს უნდა იყოს თავად ღმერთი, რომ იესოს რო შეხვდები, ესე იგი ღმერთს შეხვდი რა, აი ეს არის რა, ესე. თუ არა სხვანაირად მე იესოს შეხვდი, ღმერთს ვარ შეხვდა, ესე გაშუალებული ვარ რა. აი რომ არის წმინდა წერილში რომ არავით არის შუამდგომელი არ აქვს, მხოლოდ იესოა შუამდგომელი ჩვენსა და ღმერთს შორის. ეს ჯერ კიდევ ის ხანაა, როდესაც ჯერ კიდევ იესოს ღმერთობა, ასე ვთქვათ, ესე პირდაპირ არტიკულირებული არ არის. ესე გამოთქმული არ არის. წმინდა წერილში სადაც წერია რომ მე ვარ ღმერთი და არ არის სხვა ღმერთი და წმინდა სამება და ეგეთ რამებს არ ლაპარაკობს, ხო, წმინდაც. ამას იყენებენ მე იოღოელები და ის. მაგრამ თუ ამას ბოლომდე მიყვები რომ ჩვენ არავინ შუამდგომელი არ აქვს ღმერთთან და ეს ჩვენთან ღმერთთან ურთიერთობა არის ღმერთში ცხოვრება და ღმერთის სიცოცხლის ჩვენ სიცოცხლეში უშუალო ჩარევა, მაშინ გამოდის რომ იესოში შენ პირდაპირ ხდები ღმერთს რა. ესე იგი თვითონ იესო უნდა იყოს ღმერთი. მაგრამ იესო წავიდა აღარ არის. აბა იესოში როგორ ვარ? აი მაშინ მე უკვე ამას იოანეს სახარება დაწერილია მეგობრებო ყველაზე ბოლოს. და ვაფშე საერთოდ უკვე ვიცით ეს, რომ არ არის იოანეს დაწერილი, ეს არაფერი კავშირი იოანესთან არ აქვს. მაქსიმუმი რა კავშირი შეიძლება იოანესთან კონდეს, ეს შეიძლება იყოს, რომ სახელები დაემთხვა რა, ის ვინც დაწერა და მეტი კავშირი მასთან არ აქვს. ეს არის იოანეს სახარება, სადაც აბსოლუტურად სუმირებული არის უკვე ქრისტიანული პირველი საუკუნის სწავლება. პირველი და მეორე საუკუნის დასაწყისის სწავლება არის, რაღაც მეორე საუკუნის დასაწყისში 20-ან 30-ან წლებში, შეიძლება 50-იანებშიც დაიწერა და გაფორმდა ეს სახარება დაახლოებით ისე როგორც ჩვენამდე მოაღწია რა, მე კიდე იცვლებოდა. რაღაც ესე არის, ვარაუდობ რაღაც 30 წლები არ მახსოვს ის არის ხოლმე, წლებშიც ხო იცი დაავადე. დიდგორზე დაავადენ 21-ში მოხდა, 23-ში მოხდა, 24-ში მოხდა. ამას დაავადე ხო გახსოვს რა ის. ნამდვილად ვიცით რომ მოხდა, ნამდვილად იყო. ზოგიერთი მკვლევარმა თქვა საერთოდ არ მოხდა არა რა. ესეთი რაღაცაც კი ხდება ხოლმე. აი ხა წამოვიდგეთ იმას. ხო და ესე იგი წავიდა იესო და მე უკვე ბოლოს მეორე საუკუნე ის ჩვენთან არის სულიწმინდით და ხო გახსოვთ მონტანები და ისე პირველი ჩვენ მე ვარო სულიწმინდაო ხო ხო აი მე ვარო დუგეშინის ზემელი აი მაგალითად მონტანისტები მონტანი იძახდა რომ მე ვარო სულიწმინდაო რა ესე იგი სულიწმინდაც პიროვნება უნდა ყოფილიყო ესე ვიღაცა მე მოგიყვნენ სულიწმინდას და ტიპი რომ მოვიდა აი მე ვარო სულიწმინდაო იცახა ტიპი რა ვიღაცა თავისიანი ჩვეულებრივი მამაკაცი ხო და მანამდე იყო კიდე სხვები რომელიც იძახდნენ სულიწმინდა ვარო მაგრამ
ეს ქრისტიანები მივიდა ახლა ესე არ არის სულიწმინდა ხო თუ აღარ კაცად კი არ უნდა მოვიდეს სულზე იმიტომ რომ ლაპარაკი რომ ნუ ასეა თუ ისეა იესო ჩვენთან რეალურად თან მყოფობდა ჩვენ იესოში ვართ აი ონტოლოგიურად ვართ ვეხებით მასში ნამდვილ ვართ და იესოში ყოფნით ჩვენ მამის წიაღში ვართ ესე იგი ღმერთის წიაღში ვიმყოფებით და რეალურად ვეზიარებით ღმერთს სიცოცხლეს უკვე იმიტომ რომ ჩვენში არის ცოცხლობს სულიწმინდა რომელიც ასევე ღმერთია ისეთივე ღმერთია როგორც თავად იესო და იესო კიდე ისეთივე ღმერთია როგორც ეს არის სამების დოგმის მთელი აზრი ამიტომ ჩვენ ვეზიარებით ღმერთის ბუნებას რაღაცა წერია წმინდა წერილში ხო პეტრეს წერილებს და პეტრეს წერილები არის ყველაზე ბოლო წერილები თუ აი არ ვიცი იოანე არის ყველაზე ბოლო თუ პეტრე აი ეს აღარ მახსოვს მე მგონი იოანეა ყველაზე ბოლო მაგრამ პეტრეს ეს წერილები რა თქმა უნდა პეტრეს არ ეკუთვნის აი რაღაც არის მოტანილი აი ეს წერილები არის ში განვითარებული რაღაც ქრისტოლოგია და იქ რაღაც თეოლოგია არის ძალიან განვითარებული ასევე თეოლოგია და იქ პირდაპირ ლაპარაკია იმის შესახებ რომ ჩვენ ქრისტეს კი არა ღმერთის ბუნებას ვეზიარებთ დამასკელიც კი ამბობს რომ საღვთო ევქარისტიური ზიარები ჩვენ ბუნებას ვეზიარებით ღმერთისას ხო მაგრამ აი ეს არის ის ცოცხალი ის რაც არის პატრისტიკაში პატრისტიკა ამით მთავრდება რა დაახლოებით ესე მაგრამ მე ჩდება აი იდეა ეს ენერგიული თანაზიარების მე ვამბობ ამას და მაგრამ მე ამას ხელს ვერ მოვკიდებ იმიტომ რომ ჩემი ცოდნა ამას არ ეყოფა რომ ჩვენ ყავს ისეთი ადამიანი ჩვენი პატრიარქი იყო საქართველოსი ვინც დაწერა აი ამ კვართის ლოცვები დაუჯდობელიც და ქადაგებაც რა და მე გულაზბერიძე და ის იყო ნიკოლოზ გულაზბერიძე ეს იყო ვისაც ამბობენ რომ მან თავიდან მაქსიმი აღსარებელი და მე მგონია რომ აი ამ კაცის თეოლოგია იქ ნათლის თეოლოგია როგორც აქ ფერების ნათლის და რაღაცის ჩემი აზრით არის უნიკალური რაღაცა ესე მგონია მე შეიძლება ვწდები მოდის გიხდით მე მგონია რომ ეს არის უნიკალური რაღაცა და უმაღლესი ღვთისმეტყველება რა რეალურად ეს არის ძალიან მაღალი და კვლევა ჭირდება მაგრამ მოდის შემდეგ პალამა რომელიც ლაპარაკობს აი ამ საღვთო ენერგიებზე და რაღაც ესე იგი ჩვენ უკვე საღვთო ბუნებას კი არ ვეზიარებით არამედ ჩვენსა და ღმერთს შორის კიდევ არის რაღაცა ღვთაებრიობა და ეს ღვთაებრიობა არის ღვთაებრიობა არის საღვთო მოქმედება ეს არის საღვთო ენერგია რომელიც პირდაპირ შემოდის ჩვენს სხეულთან ურთიერთობაში. ესე იგი, საღვთო ბუნება ჩვენს სხეულთან ურთიერთობაში არ შემოდის პირდაპირ, ჩვენ გვაშუალურებს ჩვენ შუალედ არის საღვთო ენერგია, რომელიც არის და არის, ღმერთი რაღაცას მოქმედებს, მორჩა ამაზე პავლამა მორჩა. მაგრამ ჩვენ ამ ენერგიის აღქმა შეგვიძლია სხეულებრივად ისე, როგორც ჩვენ ამ სხეულებრივად აღვიქმამდით იესოს. აი, ხედავდით ხო? ხედავდით, ყნოსავდით იესოს უფლისუნს. რავი მე. ვეხებოდით, ხმა გვესმოდა, ეს ყველაფერი სხეულებრივია. აი, ესევე ზუსტად ჩვენ მაგრამ სინამდვილეში მაშინაც არ ვეხებოდით იესოს და რაღაცა ვეხებოდით რაღაცა ენერგიას, ხო? მოგეთ ჩვენ პირადად კი არ შევდივი იესოს ხელში ხوار მეჭირა იესოს პიროვნება, ჩემ პიროვნება არ მეჭირავს ხელში. ან შენი პიროვნება ხوار მეჭირა. შენ რაღაცას მე მეუნები, რაღაცა მოძრაობას აკეთებ, რომელი მოძრაობას და რაღაცას მატერიალურ ტალღებად იქცევა. კვანტებად და ტალღებად და ის მე მეხება, ჩემი სხეული მაგაც აღიქვავს და მე ამას ჩემი ტვინი ამას ხატებად და რაღაცებად აქცევს და მე ამას ხედავ, მე პირდაპირ ახლა მანქანას რო ხედავ, პირდაპირ მანქანა ხوار მეტაკება თვალში.
მანქანიდან არეკლილი რაღაცა შუქი ის არის მოდის ჩემ თვიში გადაწყდება რაღაც იქიდან ხო ესე იგი მაინც რეალურად გვაქვს ქმედებასთან მაგრამ ეს ქმედება რამდენად მატერიალურია ის ენერგია არის თუ არა მატერიალური აი პალამა ამის შესახებ არაფერ დაამბობს და ვერ ამბობს არა მატერიალური როგორ შემოდის მატერიალთან ურთიერთობაში და თუ არა მაინც პასუხს არაფერს არ ამბობს ეს პალამა მაგრამ ნახეთ რა ხდება თუ კი ჩვენ უშუალოდ არც სულიწმინდასთან მაქვს ურთიერთობა არც იესოსთან უშუალოდ ურთიერთობა არ მაქვს შესაბამისად არც მამასთან არ მაქვს ურთიერთობა მაშინ რაღა არის თვის მოვიდა ქრისტე და რატო განკაცდა და რატო თუ მაინც ჩვენ შორის არის რაღაცა ენერგია რომელი ენერგიას იესოს განკაცებამდე და განკაცების მერეც იგივეა არ შეცვლილა ის ენერგია არის ყოველთვის იყო და რა საჭიროებია მაშინ მივიღებთ ჩვენ წინა წელს მაგიას ესე იგი სულიწმინდა მოვა კი არა სულიწმინდის ნიჭი მოვა ხო ესე იგი სულიწმინდა კი არა მოვა ჩვენ ჭურჭელი ვართ ხო არ ვიტყვი ჭურჭელი სულიწმინდის აღარა ვართ ჩვენ ვართ რაღაც საღვთო ენერგია სულიწმინდა პიროვნულად კი არ მოდის ჩვენ და რაღაც საღვთო ენერგიებს გვაძლევს პიროვნება ის საღვთო არის იმას ვერ ვეხები ჩვენ შორის არის მაგრამ მაშინ რაღაც საჭიროა სულიწმინდა და ქრისტე არაფერში თუ არა რომ პროსტო ღმერთს ესე უნდა რაღაცა ფორმულა გამოგიგზავნა და სწორედ მას შემდეგ ხდება აი ამ ლიტურგიის და ამ ყველაფრის გაგება ხდება მაგიურად ესე იგი საბოლოოდ პალამამ აი ეს უშუალობა პიროვნული შეხვედრის და რაღაცის და ეს პიროვნული ჩემი ბუნება ღმერთის ბუნებას ეხება ეს აღარ არის პალამასთან მაგრამ თუ ჩემი ბუნება ღმერთის ბუნებას უშუალოდ არ ეხება და ჩვენ შორის კიდევ რაღაცეებია მაშინ გამოდის რომ მე არ ვამბობ რომ პალამა არასწორია მაგრამ გამოიწვია უკვე რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ მაგიურად აღქმა ამ ფორმულების და ლიტურგიას და ყველაფერი ხდება ძალიან მაგიური ესე იგი ეს ფორმულა აუცილებლად უნდა შეასრულო აქ უნდა ეს სიტყვა თქვა აქ უნდა და აი მაშინ ხდება სტანდარტიზირება აბსოლუტურად ყველაფრის ჩაცმულობის იმის არაფერი აღარ იცვლება ესე იგი ხდება მაგივრად ეს როგორ უნდა გადაილახოს იმითი რომ რაც პალამამ ჩვენ გვითხრა ეს ორია მაგრამ ამაზე ჩვენ გვჭირდება ამის არტიკულირება და ესე იგი აი ამ თავარი ინტუიციის რომ ჩვენ ღმერთთან შევიდეთ უშუალოდ აი პალამას ამ ენერგიის ცნება იმიტომ შემოიტანა ზუსტად რომ ამით მას ხაზი უნდა იმიტომ რომ დაიკარგა იესოც აღარ არის სულიწმინდასაც ეხლა ვერ გძნობ სადაგძნობ სათხელავ მე სულიწმინდა აფრიცაც ვერ ხედავ არაფერი არ არის დააში რა გამოვიდა ყველაფერსგან და მე გეტყვით გამოვიდა ძალიან მარტივი რამე ის რომ თუ ჩვენ აი ამ პალამას თეოლოგიაზე ამ ენერგიაზე არ ვიფიქრებთ უკვე ჩვენთვის გასაგები ტერმინებით და პალამას აი ამ სწორ ინტუიციას არ შეუდარებთ წინამარების სხვა ინტუიცია და აი ამ ყველაფრისგან არ გავაკეთებთ რაღაც ახლებულ სინთეზს რომელიც ჩვენთვის გასაგები მაშინ ჩვენ რჩებით მაგიის ტიპური მაგიის ედიშერიც მაგიას აწოდა ბოლოს ყველაფერი თქვენს როგორ შეიძლება ყველაფერი თქვენს აღარ ორი ბუნება სამი ბუნება არის აქ ნათქვამი არაფერი არ არის ნათქვამი საერთოდ ხო და ეს რომ ესე ამ თუნა გავიგოთ რა არის ბუნება ფიზი ენერგია ეს და თუ არა და აი მაგიტომ გვაქვს ეს მაგი აი როგორ ფიქრობთ თქვენ სწორი აი არის ჩემი ეს აზროვნება თუ არ არის სწორი ესენი გადამაგდებინა მე მაგალითად ძალიან მომწონს პალამას ისიც და ძალიან სწორს ამბობს რა აი ზუსტად გეუბნები რა კვანტური მექანიკით აი რაც არის დღეს აღქმა ფიზიკური და როგორც ჩვენ მაგრო რეალურად ერთმანეთთან ურთიერთობაში ჩვენ მაინც ვერ შევდივართ და ჩვენი აი იდენტობა და ჩვენი პიროვნება მაინც დაფარული რჩება და არათუს ჩვენთვისაც და იმისათვის რომ მე სხვა ჩემი პიროვნება გავაგებინო იმისათვის რომ მე ჩემი პიროვნება გავიგო მე სხვას უნდა გავაგებინო
რა მინდა, როგორ მინდა და ამ არტიკულების დროს მე თვით შევიცნობ ჩემ თავს, ჩემს პიროვნებას, ჩემ პიროვნულობას, ჩემ თავს. აი ეს ყველაფერი მოცემულია ნამდვილად პალამასთანაც და სახარებაშიც და ყველგან და ამაზე ფიქრი გჭირდება. მე არ ვიცახი რომ ამას იესო ქრისტეს ნამდვილი ღმერთობა ჭირდება, მაგას არ გეუბნებით, ვისაც გწამთ, ვისაც არ გწამთ, არ გწამთ. მაგაზე არ არის ბაზარი საერთოდ, ლაპარაკი არის. ლაპარაკ არ იმაზე როგორც ამის ყველაფრის ფილოსოფიაზე და ამის ყველაფრის მეცნიერებაზე. რამდენად ეს არის შესაძლებელი და ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვიფიქროთ. თუ არა და უბრალოდ მაგიურად ვიგებთ ამ ყველაფერს და აი ხა მე იმის თქმა არ შემიძლია რომ მაგიური რა ხარ არის, ამიტომ ცუდია და ამიტომ ისე ვერ გაცხონებს, არ ვიცი, ხა მაგაში მე ვერ შემოყვებით, მაგრამ მაგი არაფერს არის ცუდი და მაგიურია ერთიან სამყარო მე ამის მიჭერა, ოღონდ კაი გაგებით მაგის, მაგაზე კი არ ვიცახი რომ არ არის და რაღაც მაგას არა უარს არ ამბობდნენ არც წმინდა მამები და არავის საერთოდ მაგიაზე უარი გარკვეული სახის მაგიაზე ამბობდნენ უარს, მაგრამ საკუთარს ადგენდნენ. ამას და თეორიას არქმენენ და იერურგიას და რაღაცა და ეს მაგრამ ეს თეორიას და იერურგიას ეს მაგიური ტერმინებია, ურგია და ამას ყველაფერს და ამითი რეალურად ასახავდნენ ჩვენს ვითარებას, რაშიც ვართ, ვინც ვართ, რაც ვართ, როგორებიც ვართ და ამაზე აზროვნებოდა ფიქრი, ჩემი აზრით ბევრ რამს გავგვევიდა და გაგვეთავისუფლებდა და გვეცოდინებოდა როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენს ტრადიციას და ჩვენს რელიგიას. მე ეგრე მგონია, მაგრამ ნახოთ მე 10 წელი რამდენი დამჭა, მაქსიმუმ 10 წელი დამჭა, ხო? აზროვნებითი ცხოვრების 10 წელი. დააჭერ მე გამოშტერდები თუ ვიცხოვრე ვაფშე 10 წელი. გამოშტერდები ვაფშე მოკვდები ალცჰაიმერი და რაღაცა.